გამოფენა, რომელიც აკაკი წერეთლის თეატრალურ საქმიანობას აცოცხლებს, კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში მწერლისა და პოეტის უნიკალური ფოტოები გამოიფინა. ხელოვნების სასახლეში დაცული ექსპონატების ერთ სივრცეში წარმოდგენა აკაკის 170 წლის იუბილეს ეძღვნება. სალომე კასრაძემ უკვე დაათვალიერა ექსპოზიცია. სალომე, რომელია ყველაზე უნიკალური ფოტო უკვე გამოფენილ სურათებს შორის? თამთა კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში გამოფენილი ყველა ექსპონატი არის უნიკალური, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი არის აკაკის დიდი ზომის ფოტო, რომელიც მეორე მხარეს თავად აკაკის ხელით დაწერილი ლექსია აღბეჭდილი, რომელიც მან მსახიობ მაკა საფაროვა აბაშიძეს მიუძღვნა. აღსანიშნავია ასევე 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო, სადაც აკაკი წერეთელი მუსიკოსთა შორის დგას. ყველა ეს მასალა კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში ხელოვნების სასახლე მოაწოდა და ეს გამოფენა ზუსტად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და სიტყვით მიმართა აკშკრებდილ საზოგადოებას ნიკა რურუა. ექსპონატი ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, თუმცა გამორჩეულია ეს ვიტრინა, თუ დააკვირდებით, ძალიან იშვიათი ფოტოა. ეს არის თანამედროვე მწერალთა კავშირი აკაკი წერეთელის სტუმრად დავით სარაჯიშვილთან. აქვე არის ძალიან საინტერესო პროგრამა, სადაც თავად აკაკი წერეთელი მონაწილეობს და კიდევაც არის მინიშნებული, რომ წარმოდგენაზე დარღვეული კერა აკაკი წერეთელი წაიკითხავს ლექსებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ დამთვალიერებელს კულტურის სამინისტროს ინიციატივით ისეთი გამოფენა, რომელიც არ ყოფილა საქართველოში ჯერჯერობით მოწყობილი და აკაკის დაინახავენ ცოტა სულ სხვა კუთხით. მე საზოგადოებაში ვახსენებ, რომ აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღისად მიწყვნილი ღონისძიებები არ მარტო თბილისში, არამედ ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება. გმადლობთ კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზიდან სალომე კასრაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჰოლივუდის მსახიობი ლინდსეი ლოჰანი ისევ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. პოლიციამ მსახიობი ბევერლი ჰილში თავდება